მოგესალმებით მაღაზია აპაჩიდან. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ ესეთ ძალიან საინტერესო და მაგარი არაღზე, როგორიც არის Mauser M18 LR. ეს არის ჩვენ Mauser M18-ზე სტანდარტულ მოდელზე გადავიღეთ უკვე წარსულში ვიდეო. ეს არის LR მოდელი, რომელიც MDT-ის 2X-ის შასიში არის მოთავსებული. მას აქვს მძიმე ლულა და სწორედ ამ იარაღის გამოცდის საშუალება მოგვეცა. ეხლა ხანს ჩამოვიდა ჩვენთან მაღაზიაში ეს Mauser-ები. ცალკე შევეხებით კომპლექტაციას, ცალკე თუ როგორ არის გაწყობილი და ბოლოსკო ვისაუბრებთ სიზუსტეზე და მანძილებზე, რა მანძილებზე ჩვენ ეს იარაღი მცირედი გამოცდისას ვისროლეთ. ეს შაშხანა დღეს ჩვენთან მაღაზიაში იყიდება 9300 ლარად, რაც ნაწილობრივ ეს ფასი განპირობებულია მისი მაკომპლექტებლებით, ძალიან ბევრი რაღაც მოყვება. პირველი ეს კეისი თვითონ რაც სტანდარტულად ქარხნულ კომპლექტაციას არ აქვს, ეს არის იტალიური ფირმის კეისი, თავისი საკეტებით. გარდა ამისა, ერთ-ერთი მთავარი დამატება, რაც არის ამ იარაღისთვის, არის ეს მუხრუჭ კომპენსატორი, რომელიც ასეთი მსგავსი გაწყობის იარაღისთვის აუცილებელი დამატებაა, რათა სროლის დროს, ასე ვთქვათ, დავინახოთ ჩვენი მოხვედრები და ამის მიხედვით შევასწოროთ გასროლები. მოყვება 3 ათვაზნიანი მჭიდი, ესეც სტანდარტულ კომპლექტაციაში არ არის და დამატებითი, ასე ვთქვათ, ბონუსია. ნუ სტანდარტულ მანუალთან ერთად და მას ასევე მოყვება ხრის დამაგრძელებელი ჩანართები. მოყვება ასევე ხრახნის დამცავი, რომელიც კომპენსატორის გარეშე საჭიროა იმისთვის, რომ წინ ლულის ხრახნი არ დაზიანდეს და მოყვება სწრაფის აღვედეები, რომლის გამოყენებითაც გვაძლევს ეს ჩვენი Mauser-ის შასი იმის, რომ გამოვიყენოთ სწრაფად ღვედის მოხსნა და დაყენება. რაც შეეხება ამ იარაღის მთავარ განსაკუთრებულობას, ეს არის მისი შასი, ეს არის ცნობილი ფირმა MDT-ის შასი, 2X-ი კონკრეტულად, რომელიც წარმოადგენს ალუმინისა და პოლიმერის ნაზავს ამ კუთხით. მწვანე ჩანართები, რაც მას დაყენებული აქვს ჩახრახნული, ასე ვთქვათ, არის ის ადგილები, სადაც ასე ვთქვათ, ხელით ზემოქმედება გვიწევს და ცივა მინჩი რო არ იყოს ისეთი არაკომფორტული, როგორც ცივი ალუმინი არის და ასევე მთავარი, რაც ამ იარაღში არის ასე ვთქვათ, მისი ერთ-ერთი ყველაზე დიდი დადებითი, ეს არის ცივად ნაჭედი ბლაზერის ჯგუფის წარმოების ლულა, რომელიც არის 24 ინჩის სიგრძე ამ შემთხვევაში, რაც ფაქტიურად თითქმის მაქსიმუმია 24-26 ინჩის სიგრძის ლულებს იყენებენ ხოლმე სამასროებზე. მაქსიმუმი მანძილის მისაღებად, რისთვისაც იდეაში ეს იარაღი არის ზუსტად გაწყობილი. ჩვენთან მაღაზიაში იყიდება 2 კალიბრზე, ეს არის 6.5 კრიდმორზე და 300 ვინჩესტერზე. ჩვენ რომელი იარაღის გამოცადეთ, კონკრეტულად ის იყო 300-ზე და გაჩვენებთ მე იმ მანძილებს, ამ მანძილებზეც ამ იარაღით ვისროლეთ. ასევე ამ იარაღს მოყვება კომპლექტაციაში პიკატინის თამასა, რომელიც 20 MOA დახრით არის და ესეც რა თქმა უნდა გვჭირდება იმისთვის, რომ შორ მანძილებს, შედარებით შორ მანძილებს, ასე ვთქვათ, მივწვდეთ. როგორც სხვა იარაღების დროს, მივყვებით ხოლმე კონდახიდან ვასრულებთ, ასე ვთქვათ, ლულით, დავიწყოთ ამ იარაღის გარეგნული გარჩევა. მე როგორც გითხარით, MDT-ის შასი არის და ამ შასზე ცუდის თქმა არაფერი არ შეიძლება, ვიზუალურადაც ძალიან ლამაზია მთლიანად იარაღი. კონდახს რაც შეეხება, რა თქმა უნდა, მას ეს ჩანართები, როგორც გითხარით, კომპლექტაციაში მოყვება იმისთვის, რომ ჩვენ ხრის სიგრძეზე მოვირგოთ. აქვს ასევე, რა თქმა უნდა, ლოყის სიმაღლის სარეგულირებელი, რომელიც აქ 2 ხრახნით მაგრდება. თვითონ კონდახის უკანა მხარეს აქვს 2 სწრაფსამაგრის სამაგრი და ასევე აქვს სტანდარტული საღვედეების სამაგრი, ისევე როგორც წინა მხარეს სტანდარტული ბაიპოდის სამაგრი. შემდეგ პისტოლეტის სახელური არის ესეთი სპეციფიური ფორმის, რომელიც ძალიან კომფორტულად ჯდება ხელში და გარდა ამისა, თვითონ ამ შასის ფორმა უზრუნველყოფს იმას, რომ როცა ჩვენ შედარებით შორ მანძილზე ვისვრით ხოლმე, ცერა თითი როგორც წესი დაწოლილ პოზიციაში გამოგვაქვს მარჯვენა მხარეს და თითქოს ამისი თითის დასადებიც კი აქვს, რაც განსაკუთრებით კომფორტულია შესაბამისი სროლის დროს. რაც შეეხება ახლა თვითონ მექანიზმს, ამ შემთხვევაში თვითონ ეს გრძელი სვლა არის Mauser-ის საკეტი და იმისთვის, რომ ეს საკეტი მოხსნათ, საჭირო არის სალოყის მოცლა, წინააღმდეგ შემთხვევაში მას უბრალოდ გამოღების სიგრძე არ ყოფნის. თვითონ ეს ამ საკეტს აქვს 3 საბრძოლო ბჯენი და ერთ-ერთი საინტერესო და კარგი დამატება, რაც არის ორმაგი ექსტრაქტორი, რაც მის საიმედოობას ერთის მხრივ უზრუნველყოფს. შემდეგი საკითხი, რაც არის, ეს არის სასხლეტი. იდეაში ამ იარაღს აქვს რეგულირებადი სასხლეტი, თუმცა ქარხნულად ისე მოდის, დაახლოებით 700 გრამის ფარგლებშია და თვითონ გასროლის დროს, გასროლიდან გასროლამდე, ასე ვთქვათ, აქვს ძალიან ერთგვაროვანი დაშვება და ასევე ერთგვაროვანი რესეტიც. სტანდარტულად Mauser-ის M18-ების მცველს აქვს 3 პოზიცია, ეს არის პირველი რაც არის, ეს არის foyer, პირველი მაშინ და დროსაც ვაკეთებთ ჩვენ გასროლას. შემდეგი
პოზიცია ახდენს უკვე თვითონ სასხლეტის ბლოკირებას, ხოლო სუსუსუსუ ბოლო პოზიცია, რომელზე გადასართულად ცოტა მეტი ძალისხმევა გვჭირდება, ეს უკვე ბლოკავს თვითონ ჩვენს საკეთს. ეს იდეაში მოსახერხებელია იმისთვის, როდესაც გვიწევს გადაადგილება, არ წამოედოს რამე საკეთი და არ მოხდეს მექანიკურად მისი გახსნა. რაც შეეხება თვითონ ახლა ეგრეთ წოდებულ actions, ანუ საკეტის მოქმედებას, ერთის მხრივ, როგორც მე სტანდარტულ M18-ებზე გითხარით, არის ოდნავ თავისებური, რადგანაც საჭიროებს ბოლო მომენტში შედარებით მეტი ძალისხმევას იმისთვის, რომ ვაზნა შეიტანოს სავაზნეში. იგივე ბერგარასგან განსხვავებით, რომელი ფირმის შაშხანებით ჩვენთან იყიდება მაღაზიაში, ცოტა თავისებურია და რაღაცა დროის მერე მოთელვა საჭიროებს იმისთვის, რომ შეფერხებები არ გქონდეს. მჭიდს რაც შეეხება, არაფერი განსხვავებული სტანდარტული M18-ის უნივერსალური მჭიდია, რომელიც სხვადასხვა კალიბრებს იღებს და მითითებულიც არის მის კორპუსზე თუ რა ტიპის კალიბრების ჩატენა შეგვიძლია. მოთავსება თვითონ მჭიდისა იარაღში ამ შემთხვევაში აქაც ოდნავ თავისებურება აქვს, რადგანაც შესმის დროს უნდა გავიგონოთ წინა ჩასმის წკაპი. წინამდეგ შემთხვევაში ეს მჭიდი კარგად არ მოერგება იარაღს და აქაც ბერგარასთან შედარებით უნდა ითქვას, რომ მისი მჭიდის მოთავსება ბევრად უფრო კომფორტულად ხდება. რაც შეეხება მოსახსნელ ღილაკს, ამ შემთხვევაში წინა მხარეს არის ეს ბერკეტი განლაგებული და ერთის მხრივ ეს ბერკეტი საკმაოდ კარგად არის დაცული, რომ იგივე გადაადგილების დროს, ხოხვის დროს თუ დაწოლის დროს მისი შემთხვევით გარეზე და პირზე ზემოქმედებით მოხსნა არ მოხდეს. რა თქმა უნდა, ამ შასის მთელი ხიბლი ერთის მხრივ არის ის, რომ ჩვენ შევძლოთ მასზე დამატებითი აქსესუარების დაყენება. დღეს უკვე აუცილებელი ერთ-ერთი ზუსტი სროლის განუყოფელი ნაწილი არის, ასე ვთქვათ, ეგრეთ წოდებული არკარეილების დაყენება. გარდა ამისა, თუ რაიმე სხვა აქსესუარის დაყენებას გადავწყვეტ, ამისთვის გვაქვს მთელ სიგრძეზე ფაქტიურად ეს M-Lock-ის სლოტი. მე როგორც გითხარით, წინა მხარეს დატოვებულია სტანდარტული სამაგრი ბაიპოდისთვის და ასევე წერტილები ორივე მხარეს, სადაც ჯდება სწრაფსამაგრები. რაც შეეხება ხა პრაქტიკულ გამოცდილებას, ჩვენ ვიცოდეთ დაახლოებით 150 ვაზნა, თავდაპირველად მცირედი ვაზნების ნაწილი ვისროლეთ ჯგუფებზე, იყო სხვადასხვა ვაზნები, საკოს, დეზერტეკის და GGG-ის ვაზნები. ყველაზე მაგარი შედეგი აჩვენა საკოს ვაზნებით, შემდეგ იყო სიზუსტეში GGG და ბოლოს, ასე ვთქვათ, დეზერტეკის ვაზნები დიდად არ მოეწონა. ამ შემთხვევაში საუბარი გვაქვს 175 გრეინზე, საკოს ვაზნებით რავენ მოას ქვემოთ იყო შედეგები და არც არის გასაკვირი. ამის შემდეგ წავედით სასროლეთზე, სადაც იმ დღეს დაახლოებით 5 მეტრწამიანი ქარი გქონდა, 155 გრეინიანი GGG-ები გადავასწორეთ 100 მეტრზე და შემდეგ ვისროლეთ 700 მეტრზე სილუეტურ გონგზე და ვისროლეთ 900 მეტრზე, სადაც მიუხედავად ქარისა, მოხვედრების გაკორექტირების შემდეგ მორტყმები გქონდა ჩვეულებრივად. დღეს ჩვენთან მაღაზიაში მაუზერის M18L-ი წარმოადგენს, ასე ვთქვათ, ყველაზე მეტად უფრო ახლოს მყოფ მზად შაშხანას, რომელიც მზად არის, ასე ვთქვათ, პრეციზიული სროლის შეჯიბრისთვის, გაწყობილია თავიდან ბოლომდე და საჭიროებს მხოლოდ ოპტიკას, ორფეხს და თარაზოს დაყენებას. დანარჩენი მას, ასე ვთქვათ, ყველაფერი მოყვება იმისთვის, რომ საკმაოდ შორი მანძილებზე სროლა ჩვენ შევძლოთ. ეხლა საინტერესო არის ის, რომ თვითონ რატო უნდა გაკეთდეს ამ შაშხანაზე
არჩევანი, რა თქმა უნდა, არის სხვადასხვა ბრენდები, რომელიც დღეს საქართველოში საკმაოდ ცნობილია და ძალიან კარგი სახელი აქვს. მე თვითონ როგორც ბერგარას მფლობელი, ალბათ ვთვლი, რომ დამწყები მსროლელისთვის, რომელიც ბიუჯეტში არის შეზღუდული, ბერგარაზე უკეთესი ვარიანტი მე მგონი რომ არ არის 4000 ლარის ქვემოთ, ხოლო იმ შემთხვევაში თუ ჩვენი არჩევანი გაკეთდება მაუზერზე, გავითვალისწინოთ, რომ ის ლულა რაც ამას მოყვება, გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ჩვენი ნასროლი ფაქტიურად რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში შეიძლება გვეყოს, იმიტომ რომ ზოგადად 300 რო არ არის, არც 6 და 5 არ არის ისეთი კალიბრი, რომელსაც რამდენიმე წელში შეგვიძლია ათასობით ვაზნის დაგროვება, იმიტომ რომ ესეც ბიუჯეტწმებული საკითხია და გამძლეობის მხრივ ყოველთვის იქნება ეს შაშხანები თუ იქნება ეს თვითდამტენი კარაბინები თუ იქნება ეს შორსროლის შაშხანები, ცივად ნაჭედი ლულა არის ყოველთვის კარგი არჩევანი. თვალიადევნეთ ჩვენ YouTube არხს და ახლო მომავალში კიდევ რამდენიმე საინტერესო იარაღის მოდელის განხილვას შემოგთავაზებთ.